ვიყავი რაღაც გადაცემაში. როგორ ჩაგწერო ტიტრში, ჩაწერე თუ გინდა მსახიობი მეთქი. მსახიობი რანაირად თუ თეატრალური არ აქვს დამთავრებული. ინჟინერ ეკონომისტი ვარ მეთქი პროფესიით. დაწერე მეთქი ინჟინერ ეკონომისტი და დაწერე გადავაგოც გამოვიდე. მადაგასკარში სახელები დელ პიერო. ჩვენი მოგონილი. შეხედე აცვია იუვენტუსის ფერი. დელ პიერო რა უნდა. გამარჯობა მეგობრებო, ეს არის არხი ვებერთელა, პოდკასტი უკავშირი და ჩვენი სტუმარია შონზო. გამარჯობა შონზო. გამარჯობა. მადლობა რომ მოხვედი. რატო ვებერთელა ეგ მითხარით? რატო ვებერთელა? დავლის მომცველია. გასაგებია რომ ეხლა იმით სახელიდან გამომდინარე არ ეწვევთ სტუმრებს და გამხდარი სტუმრებიც გეყოლებათ. კი, ეგეთიც არის. 70 კილოს რო დავიკლებ 365 დღეში, მერეც გეწვევით. აუცილებლად და მაგას მოგვიყვევი, ანუ შენი არხი რო გაქვს დასაკეთებ. არც ქვია ეკლები, როწყვეტი დიეტა. დიეტა, წონის დაგდება, წონა დადება ქვია. წონა დადება. ხო და 365 დღის განმავლობაში მაგ დასაკლები 70 კილოგრამი და მიყვები ამ საქმეს. რაზე დაფუძნებული დიეტაა? კეტომანია არის ესეთი კეტო რაციონების ონლაინ მაღაზია, კეტო რაციონები მოაქვს სახში კურიერს. ეს ფუფუნებაც მაქვს, რომ დღის რაციონი რაც უნდა მივირთვა, 2 კვება მაქვს. 2 კვება კურიერის საშუალებით მოდის ჩემთან სახში. დღეში 15,000 ნაბიჯს გავდივარ. ეგეც ექიმის დავალებით. ეხა სანამ ეს გადაცემა გავაუკვე, ბაიკიც მეყოლება, ველოსიპედს ჩუქნიან. და ეს გინდა რომ ყველაფერი დააფიქსირო, ხაპასხუპით უნდა გავაკეთოს 1 წლის განმავლობაში და დავაფიქსირო -70 კილოგრამი წონა. მე ესეთი განსხვავებული შონზო იქნება უკვე. ნუ იგივე мотивაციით და ალბათ თანდათან გზადაგზა мотивაციაც ასმაგდება და გამიათასება. ენერგიაც მეტი გექნება და უნებრივი. იდეაში კიდევ არხი ეკლების გამრავალფეროვნების იდეაც მაქვს. იგივე პოდკასტის მიმართულება მეც მინდა. არა კონკრეტულად რამე თემატური, არამედ ისეთი რა, ლაღი ადამიანები მეგობრები, რა თქმა უნდა, საფირმო იუმორის მოშველიებით ასე შემდეგ და საინტერესო სტუმრები. დარწმუნებული ვარ, რავი, რაზეც ამელაპარაკოთ. ძალიან საცილო იქნება, იმიტომ რომ აი გაზდილი ვარ მაგ იუმორზე რა, ეხლა რა ვქნა. ვიცი თუ ეგ თუ ვიცი. ეპოქა იყო რა, რაღაცა თავის დროზე შექმნის ერთ-ერთი წევრი შენი ყავი და ბავშვობიდან მახსოვს ახლა. მუსკულები იყო თუ მანამდე კიდე ერთი თიმი ვიყავით, რომელიც მე ახლა ესე გადავანაწილდი სხვადასხვა სფეროებში. მე მახსოვს პირველი ჩემი პირადად ჩიფსების თაობიდან იყო შუა ქალაქამდე მახსოვს დაჟერო, აი ერთ-ერთი პირველი ქართული სერიალი რა, ძალიან ეგ როგორ იყო არ მახსოვს რომელმა დაასწრო, მაგრამ ჩვენ პირველი სიტკომი ესეთი პროექტი, რომელიც არც ვიცოდით, რომ სიტკომი ერქვა და ანუ სიტკომი გაგვიკეთებია. ეგ იყო მუსკულები და გადიოდა 200-ზე, არხი იყო ეგეთი. მუსკულების, ანუ რეგულაცია. ფრენცის რაც გავიგეთ ისეთი ვარიანტი. არა ტექნიკურად ფრენცივით, მაგრამ ნუ მე ერთი იყო ის, რომ სტუდიაში ვიყავით, რამოდენიმე ადგილი გქონდა ესე. ისიც არ ვიცოდით როგორ გადაგვენაწილები და დიდი ესეთი ვითომ მისაღები იყო და ოთახი რაღაცა და ის ხო არის ხალხი რომ ახავთ იქ ეგეთი ამე არა ხო? ჩაფიქრებული ქონდა, მაგრამ ისეთ პერიოდში ვაკეთებდით მაგას, რომ არ ვესარცხელოდა სიცილისთვის, მით უმეტეს ახლა იქ დასწრება და მაგისტრის დროის გაცდენა და აქედან გამომდინარე გადავიფიქრეთ. მე ერთი პერიოდი ვცადეთ ისა სიცილების დადება, იმანაც არ ვარგა და მე როგორც იყო ისე დავტოვე. თვითონ როგორ მოხდა აი მუსკულების შექმნა, ანუ იდეა როგორ გაჩნდა, ტექნიკურად როგორ გამა სცენარის წერა როგორ ხდებოდა, აი ამ პროცესში რო გაგვატაროთ თუ არა შესაძლებელი. ანუ ფრენცი ვნახეთ, ეს იყო ერთპიროვნულად ვიტყვი, რომ სასახად დღემდე კი ბევრი საინტერესო პროექტებიც გამოვიდა მაგ სიტკომის მიმართულების. მაგრამ ნუ ყველას ეგ მოგვეწონა. და რა უყურეთ, აი რა, მოდი ესეთი გავაკეთოთ, ეგ იდეა იყო, მე დავსხედით, რაღაც ჩამოყარეთ
იქაც არაფერი მაგდაგვარი ცოდა, უბრალოდ ვიცოდით იუმორი, მეტნაკლებად. ისიც რა თქმა უნდა არა თეორიულ დონეზე, არამედ ჩვეულებრივად თვითნასწავლები ისინი ვიყავით, რა ქვია. სამტრედიელებს აქვთ ეგეთი ყორფელჩიკები ვიყავით. და აქედან გამომდინარე მე გადავინაწილეთ ისე რომ ვინც აქტიურად უნდა ყოფილიყო, ყოველდღიური სერიალი იყო. ყოველდღე ვიღებდით. ეპიზოდს იღებდით ყოველდღე თუ ყოველდღე ერთ ეპიზოდს. ვაუ. სად შეიძლება გახოთ? ესე თუ სადმე სტიქიურად დევს რომელიმე არხზე ან YouTube-ზე ან სადმე მაი ვიდეო ეგრე სადღაც არის ალბათ ვიღაცა. ბოდიში და თუ ყოველდღე იყო გადაღება ახალი ეპიზოდის, ანუ სცენარის წერა როგორ ხდებოდა თუ? ზუსტად ეგრე, ანუ წინა დღეს იწერებოდა სცენარისტებად, ვინც გადავნაწილდით იმ კომანდის მიერ, ისინი წერდნენ, მერე დილით მოდიოდა რეპეტიცია და კამერა და წავიდა. იყო შემთხვევები, რომ წინა დღეს ან არ დაიწერა სერია რაღაცა და ან აგვიანებს იქ რა რეპეტიცია ჰაიხუი, მერე ადგილზე ვიგონებდით ხოლმე რაღაცებს და იყო ეგეთი შემთხვევა, რომ ერთი სერია არ მოვიდა, ვისაც უნდა დაეწერა. გვარს არ დავასახელებ და თვითონვე იცის. არ დაწერა რა იზარმაცა თუ და რაღაცა აბახუსებზე. მოვიფიქრეთ ადგილზე დიალოგიც ყველაფერი, სიუჟეტი შევკარით და ერთი 15-20 წუთიანი სერია, ანუ ფაქტიურად სკრიპტის გარეშე ჩვენ თვითონვე გადავიყეთ. მაგასაც ნიჭი უნდა ხო? ანუ იმპროვიზაცია ახლა სრული სერიის ადგილზე ახლა. მარტივი არ არის. მაგრამ მაგ დროს ქონდა ის აი ახლა ხო იცი შენ სტრუქტურა თუნდაც აი სცენის სტრუქტურა, თხრობის სტრუქტურა, ვიცი რომ აი სარკეში რომ მოხვედი, მან ერთად გავიარეთ ხო აი ყველაფერი. იმ დროს ქონდა რამე ისა ცოდნა ან წარმოდგენა ან რაღაცა მექანიზმი რითიც უძღვებოდი წერას. აბსოლუტურად არანაირი გამომდინარე იქნა რომ წყარო არ იყო სადაც მაგ ცოდნას შეიძენდი. არ არსებობდა მაგისი წიგნი, არ არსებობდა მაგ დროს ისეთი განვითარებული ინტერნეტი, რომ იქ შედიხარ და მე მგონი მაგ დროს Google-იც კი არ იყო. აზრი არ ქონდა თუ დავსერჩავდით ინგლისურ ენაზე ტექნიკური ლიტერატურა და მაგას სპეციფიური ინგლისური ცოდნა და ასე. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდით ესე სტიქიურად, ვიგონებდით ჩვენ თვითონ როგორ იქნებოდა კარგი. აღმოჩნდა რომ რაღაცა თეორიასთან არა ახლოს ყოფმა ადამიანებმა გემოვნების და შთაგონების და რაღაც წყალობით მივაღწიეთ რომ მივამგონეთ ანუ ინტერესიანი ხალხი ვიყავით და ვართ დღემდე და განვითარება ჩვენი ის იყო აუცილებლობა და ანუ მაგ განვითარებაში ჩავაჭირეთ რაღაცებს ისეც რომ მე ინტუიტიურად გავაკეთეთ რასაც ვაკეთებთ. ну რა თქმა უნდა ბევრი შეცდომები და საშინელებები და ტექნიკურად ძალიან ღარიბი მწირი და ეხლა რო ჩართო მაგალითად მუსკულები შეიძლება ვერ უყურო 2-3 წუთის მეტის, იმიტომ რომ იქ რაღაც ესეთი ხარვეზები დაიჭირო, მაგრამ იმ როისთვის გაჩავდა, იმიტომ რომ პროდუქტი ეგეთი სახის არ იყო ქართულ ბაზარზე. ნამდვილად განსხვავებული იყო და სახალისოც იყო და მე ბავშვობაში ძალიან ვერთობოდი მუსკულებს რო უყურებდი. ვერაგულად ციხლიჩა, წუხელბებია, მე ჩემ ტექსტია სხვა. შენ სიმღერებსაც წერ, ხო? სიმღერებს და თითქმის იმ პერიოდში მით უმეტეს არ არსებობდა შოუ ბიზნესის სფეროში მოვუაწე ადამიანი, რომელსაც ჩემ ტექსტზე დაწერილი სიმღერა არ ქონდა. ყველას აი შენი ყველაზე ცნობილი დაწერილი სიმღერა რომელია? რომელიც იყო სტარტი, პირველი და რომლის შემდეგაც წამოვიდა საერთოდ ეგ თემა რომ მოდიოდნენ ჩემთან მომღერლები და კომპოზიტორები და ტექსტის დაწერას ხონდნენ იყო აჩიკო ბეფარიძის სიმღერა მითხარი. ანუ მაგით დაიწყო. ეგ იყო სტარტი მაგ სფეროში და იყო ერთი პერიოდი, როდესაც რადიოში მუშაობთ მაშინ 105-ში და შემოსავალი მქონდა სადღაც $100-მდე თვეში. ну იქა $200 ყოფნიდა რომ ცოლი შვილი პატარა ბავშვი შემენახა და როგორ შევინახე ეგერ შონზიკას რო შეხედოთ ნახავთ რომ კარგად აი кайკვება ქონდა და სადღაც 1 5 მაგი 6 მაგი მქონდა შემოსავალი ამ ტექსტების წერიდან
ამ წერალი ხარ რა შენ მოწოდებით მე. რა ვიცი, ჰუმორისტი წერალი. ვიბჭეთ, кайხანი. რა გვქვია ჩვენ მეგობრებმა? ანუ ვერაფერი შესატყვისი ვერ მოუძებნით. რაღაც ერთი კონკრეტული სფერო იმდენად აკნინებს იმ დანარჩენს, რასაც აკეთებ, რომ იმას აი სცენარისტი ან კოპირაიტერი ვერ დაგვერქმევა, იმიტომ რომ ის არის ჩვენი მოღვაწეობის ერთ-ერთი პატარა, ისა რა ვქი, ნაწილი. ძალიან უმნიშვნელო შეიძლება ითქვას. იმდენი რაღაცეებია კიდე ჩამოსათვლელი გზაში. დუტასთან ვიყავი რაღაც გადაცემაში. როგორ ჩაგწერო ტიტრშიო ტელევიზიაში გადიელი. მეთქი არ ვიცი, შენ მოიფიქრე. გადამეკიდა, აი მაშინ ჩაწერე თუ გინდა მსახიობი მეთქი. მსახიობი რანაირადო თეატრალური არ აქვს დამთავრებული. ხო და არ ვიცი რაც გინდა მეთქი. მაშინ სცენარისტი რანაირადო არ აქვს დამთავრებული, სადაც სწავლობენ. დამთავრება რატო არ მნიშვნელოვანია? ეგ ვერ აუხსენი ადამიანს. და მაშინ ინჟინერ ეკონომისტი ვარ მეთქი პროფესიით უმაღლესში სწავლობდი. ეგ ვარ დამთავრებული ეგ შეაწერე. დაწერე მეთქი ინჟინერ ეკონომისტი და დაწერე გადავაბაც გამოვიდა. ხონზო ინჟინერ ეკონომისტი. ეგ არის გამოსავალი უცებ აღმოჩნდა. მერე მოდის აი მაინც ეს ციფრების თაობა. იგივე გუნდი ერთი გუნდი მოვდივართ სულ ის კონსკულები და მე ის ხო? კი, ერთი გუნდი მოვდივართ სულ. პრინციპში დაშლა არც მომხდარა მაგ გუნდის და ბირთვიც და ის ძირითადი სასტავი ეხლაც ფორმულა ტელევიზია ფორმულას დამფუძნებლები არიან. ვიღაცები წამოვიდნენ, სულ თავიდანვეც მოვდიოდით აი რადიოს პერიოდიდან. იქ მე გოგიჩამ ცალკე დათო გოგიჩაიშვილმა ცალკე მიმართულება გახსნა და იქ ირაკლი კაკაბაძე მე გამიშოუ სტუდია. ვიღაცები ხო იქით გადანაწილდნენ, ალეკო მალხაზიშვილმა ცალკე ეს თავისი თემა გააკეთა კომედი. ფარული კამერა. ხო, თუ თავიდან ეგ ქონა, მაგრამ მე ხო ეს კომედი არხი რაღაცები ალეკოს ალეკოს შვილობილია და ესე გადავნაწილდით რა, ანუ ფაქტიურად კომერციულად რო ვილაპარაკოთ, იუმორისტული ბაზარი შევქმნით. მანამდე მოთხოვნილება იუმორისტულ პროდუქტზე ტელევიზიებში არ იყო, ტელევიზიებიც იმდენი არ იყო. და შესაბამისად ბაზარი ჩამოყალიბდა ჩვენის მეცადინეობით. ძალიან სწორი მოხდა რა, ანუ არ იყო ბაზარი და იმდენი იწვალეთ იშრომეთ, რომ შექმენით ეგ ბაზარი. იმიტომ რომ ეხლა რო წარმოიდგინო და საჭირო არის ტელეარხი რო წარმოიდგინო იუმორისტული კონტენტის გარეშე არც იფიქრებ რომ იქ ოდესმე გადართო რა. ბატონო. და მე გავაგზავნოთ ახლა ეს ფილმები. მე გადახვედით უკვე ფილმებზე და რაღაც. ეხლა ზუსტად ძალიან კარგად არის ჩემო იმას ჩარჩენილი. დროის ამბავში როგორ იყო ეგ არ მახსოვს, ყველაფერი ხდებოდა პარალელურად. ანუ ეხლა რასაც ყვები ეს ტექსტების წერა რადიო იყო, მაგის პარალელურად ხდებოდა. კავენს თამაშობდით მაგ დროს უნივერსიტეტის გუნდი დავდიოდით უცხოეთში, ცუდ უცხოეთში. იქ თამაშობდით საერთაშორისო დონეზე. ანუ პარალელურად ეს ფილმების გახმოვანება რაც ახსენე. აი მაგ პერიოდია სულ რა. ფილმების გახმოვანებაც ზუსტად იქიდან ვის გახმოვანება. ფილმების გახმოვანება არის ძალიან დიდი ეგ რა გენიალური რაღაცა იყო. ძალიან ისეთი ნაწილი. აი ძალიან მაგარი იყო ისა ისა თამაშობს სამუელ ჯექსონი. ფორმულა 11 დიდი კუში გაერიჩის აურა მაგარი. ხო სამწუხაროდ დაიკარგა ეგ დიდი კუში არ არის. დანარჩენი ფილმებს ყველას ყავს თავისი ფან კლუბი და მე მგონი რომ აი სარკეში არსებობს ერთი კოპია, ოღონდ აი ძალიან ცუდი ხარისხის. ეგ არის ლევანის ბახიას გაკეთებული და თვითონ მოიძია ცალ-ცალკე ტრეკებად, ანუ ის კომპი დაიწვა, სადაც იყო მთლიანად ეს ფაილი. კინოს ფაილი და მე ეს ამოიღო რაღაც მეხსიერებიდან თითო ფრაზები და დაჯდა და არ დაეზარა აწყო რაღაცები დაკარგული გამოზულია მართალი, მაგრამ ბირთვი ანუ რო ნახავ ვიხვდები რა ფილმს. ძალიან სასაცილოა ეგ. კი და ეგ იყო სხვათა შორის პირველი პროდუქტი რაც გავახმოვანეთ. სარკე მაშინ იყო რუსთავიორის შენობა რო არის დელისთან, რომელიღაც სართულზე არ მახსოვს და ახსოვს ესეთი დერეფანივით ოთახი იყო კონფერენც-რუმი.
მიკროფონი ზევით ჭაღიდან ესე ჩამოუშვით და აი აქ იყო მიკროფონი და აქ ვიჯექით და წერდით ხმას და მე იმ ხმას მე მიქონა და აუ საშინელებები ხდებოდა ტექნიკურად. ზართული იყო ალბათ. კი, ანუ იმიტომ რომ არ არსებობდა ეხლა არ დიდი დრო მიქონდა? კი, მაგ პერიოდში მე როცა დავსტაბილურდით უკვე მაგ როგორ იყო ეს ყველაფერი ხო ფილმების პრემიერაზე იყო მიბმული და ფილმი რო ჩამოდიოდა ამათმა დაალაგეს ბეტონ და ვაკურამ რომ 3 დღით ადრე გამოგვიგზავნეთ, ან პარასკევი არ არის საერთოდ პრემიერის დღე. ეს მოასტრეს და წარმოიდგინეთ, ჩამოდიოდა სადაც ორშაბათ, სამშაბათს ფირი და უცებ გაწამაწია 3 დღეში მოსწრება და მე უკვე პრემიერაზე პარასკევისთვის ქართული ტრეკი გადიოდა როგორც იცი ეს ფირი თალკე ფირის თალკე და ტრეკი გვერდით იჯდა კომპიუტერზე იმითი რა ქვია და ეს ფირის იჩქარე ხო ცვალებადი არის ხან ნელა ტრიალებს ხან ჩქარა და ეს აწევდა ესე ტუკ და ეწევდა გაიქცეოდა ხმა მე შიანელებდა მაგრამ სამაგიეროში უყურებდით მე წერდით მაგას წერდით და ახმოვანებდით ანუ ადაპტაციას ვაკეთებდით ტექსტის და მე ამას წერდი კი ღამეები გვაქვს ნათენები მახსოვს მსახიობი ცუდად გამიხდა ხმას ვაწერინები და ჯერ ვითარება ისეთი იყო სტუდიაში უჰაერობა რაღაცა და ანუ რაღაცას წერს ფრაზას მახსოვს და ბიჭო არა მეთქი ესე მეორე დუბლი არა ესე მოინდომი და ამასობაში ჩაიძირა ეს შუშის იქიდან ხედავ რომ ესე ჩავიდა ხო და აი ეხა დავიღალეთ ყველა ერთი წუთი ველაპარაკე რომ აი ხო ვიცი მეზდაღლი რომ შევედი და გდია რა ამ გამოვიყვანეთ მოვასულიერეთ წყალი მივას. ბევრი გაახმოვანეთ, ხო? აუ, უამრავი. იქ ეგ პერიოდიც გახმოვანების პერიოდიც როგორი იყო, რომ სადღაც გვიწევდა მაგალითად 4-5 ფილმის გახმოვანება თვეში. რაც პრემიერა მოდიოდა, ცოტა იუმორისტული მიმართულების თუ იყო ოდნავ ხიარული ფილმი ეგრევე, მერე მულტფილმების, ანიმაციური ფილმების ბაზარი მთლიანად და ბავშვების ჟრიამოლები ამბები. მადაგასკარი, კი ბატონო. დიდი გამყინვარება მაქვს სეზონი, დიდი გამყინვარება. მონსტრების კორპორაცია, ყველა შრეკი და ეს ნუ არა ანიმაცია, ევროტური იყო კიდე, აი რაღაც. ყოველთვის მინდოდა მეკითხა სხვა შორის რა. მადაგასკარში სახელები დელ პიერო ჩვენი მოგონილი აი ეს დელ პიერო აი ეს ალიკა გასაგებია მაგრამ ხო მაგარია მაინც აი ეს სახელების პროცესი მოგონების პროცესი როგორი უადვილესი უა პროსტა ეს აუდი ამას ერქოს ეს ხასიათი ანუ შეხედე აცვია იუვენტუსის ფერი დელ პიერო რა უნდა და ხო ბაზარი არის ხო იუვენტუსის ფორმა აცვია ზებრას დელ პიერო მაგ დროს არის ყველაზე სახალხო ეგ უკვე რუტინაა, როდესაც ეს ყველაფერი გადადის სტუდიაში ძირითადად ახმოვანების რეჟისორი მე ვიყავი ხოლმე და აი ვიტანჯებოდი რომ ვეუბნები მსახიობს როგორც უნდა გააკეთოს და რო არ ესმის რა ერთ ენაზე რო ვერ ვლაპარაკობთ. ლეონის ჰქონდა სხვათა შორის ვახეს ეგეთი მეთოდი რომ აი მაგას ის უნდა ნერვი დაჯდებოდა და აი წარმოიდგინე გააკეთე. ხო და ის მიჩვეულია რომ ვიღაცამ უნდა უკარნახოს რეჟისორი, მონსტრია ზოგადად თეატრალურ უნივერსიტეტში რეჟისორი არის ზევსი და იქიდან ხო და ის მიჩვეულია რომ რეჟისორმა უნდა უთხრას ეს გამიკეთე და ეს რევანი არაფერს არ ეუბნება და რაღაცას ვიღებთ არ მოსტოჟე სერიალს მაგ სარკის პერიოდში. და ის არის რა, მატორ დაიძახებს და ეს სიჩუმეა, წუთი გადის, 2 წუთი. ამას გონია რომ ის ახლა იმაზე ფიქრობს, ის გაჭედილია ვერაფერ და კაროჩი. ხო და ეგეთი თემა არის რომ ყველაზე სასიამოვნო პროცესი არის როცა ამ თემას იგონებ, როგორ გავახიარულოთ ფილმი. ხიარულზე საშუალოდ, აი ევროპული რაც არის ხო? საშუალოდ ხიარული ფილმი. როგორ გავხადოთ ოჰოჰოია. ეგ არის მე ტექნიკურად ასრულებ მაგას. ორიგინალში რაც ორიგინალშიც მაგრამ ეს მაგრამ ანუ შედარება არ არის. სხვა აი იუმორი გაცილებით უფრო ჰაი კლასი არის ქართული გახმოვანებით. ეგ ფრაზებად დადის, ანუ ვიღაცები ხვდებიან. მე არ მახსოვს ეხა ყველა ფილმი გასაგებია გასაგები მიზეზის გამო რომ ბევრი იყო.
ანუ თავთავიანთი ფან-კლუბები ყავთ ამ ფილმებს და ევროტურს განსაკუთრებით ერთი. ჩამაჭირა არ მახსოვს ვინ იყო. ჩამაჭირა რაღაცა მეუნება, აი აქ ესა და ეს ფრაზაო და რამ გაგრძელებაო და რა მოგა ჯერ ის ფრაზა ვერ გავიხსენე რა ფილმზე მელაპარაკება. მე რა ის გაგრძელება და გავთ აიო ბიჭო მისაყვედურო შენი გახმაურებული ფილმია როგორ არ იციო არ ვიცი იმდენად უკვე საზიზღარი პროდუქტი იყო ჩემთვის წარმოიდგინე ღამე გადანათენები 2-3 ღამე და მე იქ კონტროლზე ხო უნდა ჩართო სანამ პრემიერა იქნება რომ ნახო რა მეხარვეზი არ არის და უკვე ნახევრად რო გძინოს და ზიზღება ეს ფილმი, მაგრამ ნუ რა ვქნა ახლა. ბოლოს ვიტოვებდი ხოლმე ყველაზე ბოლოს ჩემ ძირთადად ხო ახლა დიდი როლები რაც იყო მე და ხან ზვიო, ხან ჭანტურია, ხან დრუპი ვიღაცები, ანუ დიდ როლებს. ბოლოს ვიტოვებდი ყველას რო გავუშვებდი ჩემ რო წარმოიდგინე აი მაგ ემოციურად, ფიზიკურად გადაღილზე რომ იცი რომ 1 საათნახევარ ფილმში სადაც 35-40% შენი ტექსტი. ანუ ფილმი არ ეთყობოდა იქ საბოლოო პროდუქცია, იმიტომ რომ რაღაც საიდან პოულობდი ამ ენერგიას არ ვიცი, მაგრამ მოდიოდა. თემა ისაა რომ ცოტა გლობალურად რო შეხედოთ საქმე რომელიც გიყვარს ის იმით არც არც იღლები, არც უწუნებ, არცად არ გიჩქარება იმის კეთებაში ხარ თავიდან ბოლომდე და ეგ იყო რა, ანუ ზომოს სიყვარული იმისა, რასაც ვაკეთებ და ფიდბექით რა, ეხლა წარმოიდგინე მაგ ევროტურზე ერთი მომენტი იყო, კინოთეატრი რუსთაველი იყო მაგ დროს და იყო ძველი სკამები, ეხლა რო რბილი და კომფორტული ეგეთი არა. რამოდენიმე სკამი თითო სეანსზე ტყდებოდა. სიცილიის. ანუ იმ მომენტს გეტყვით და მიხვდებით რატომაც, იმიტომ რომ აი მაგ მომენტზე იყო მესკუზი. ხო, არა, მისკუზიზე არა. აი ეს ეგზალტირებული მასის, ანუ სიცილიც არ ქვია, მაგრამ ოვაცია, ღრიანცელი. მომენტი არის რომის პაპირო იძახის შიქომა რა. აი მაგ მომენტზე დუგ და რაღაცების გატეხვების ხმები. ხო და ანუ ეგ თემა ეგ ფიდბექი რო აქვს შენ გაკეთებულ პროდუქტს ვაფშე მაგას აჯობდი. სცენის თემიდან, კავენიდან მოწამულზე ხო ხვდები რა მნიშვნელობა აქვს შენ რო რაღაცა ხომრობას ამობ და ბახრე გახეთქავს და ვაჰაჰა. არა რა თქმა უნდა. 2000 კაცი 3000 აიტაცებს ძალიან ის არის რა, ანუ ერექცია გააქვს ეგრევე. რა ვაზარი. მადლობა მართლა მაგში რომ მისთვის რაც მაგ საქმეში ჩადეთ, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან ვიხარის, ძალიან ბევრი ვიცი და აი ძალიან ბევრმა რა ჩემ გარდა დარწმუნებული ვარ ეგ ძალიან ბევრი ლექსიკონშია. ეკი მაგას ვიძახი, ანუ ძალიან ბევრი ითხოვს ახლა მაგის რეინკარნაციას, ცდილობებიც იყო პერიოდულად ჩდებიან ფსევდოინვესტორები, რომლებიც მიდი ძმაო შენ შებერე, მე აქა ვარ, მე იკარგებიან. ნუ იდეაში არის ეგ დაკავშირებული თავიდან ბოლომდე რაღაც ოთხკუთხედ ინვესტიციასთან, რომლის შემდეგაც ახლა ჩვენ იუმორის კეთება არ დაგვიწყებია და ხმა მოხუცებულის არ მაქვს ჩვეულებრივი ადამიანი. და რამე ისინი არის ლეგალური დაბრკოლებები ამის გახმოვანებაში, ჩვენებაში. იცი რა არის ხა აქტუალურ ფილმებს თუ აიღებ, რაც ახლა მოძრაობაში არის, იქ შეიძლება გამოჩნდეს რაღაც კოპირაიტის ამბავი. საუბარი არის ძველ ფილმებზე, ხა ან უკვე რო ჩამოვიდა box office-ებიც დაწერა, DVD-ებზეც დაიბეჭდა და უკვე გავიდა ფაქტიურად ქსელში და ყველას ნანახი აქვს, ისეთ ფილმებზე დიდი დავა არ ამგონია რომ ატყდეს. იმიტომ რომ ეს მაინც თუ მოხდება, უნდა მოხდეს რაღაცა პრივატულად კინოთეატრი შეარჩიო რაღაცა ანუ ოწყობილი ადგილი, სადაც პერიოდულად ხალხი ნახავს რა. უნდა იყოს აი თუ აღდგება როდეს მე ფილმები რა, ძველების რომელიც ახლა რეტროსპექტივა უნდა იყოს მაგათი რა. ანუ მაგას რა თქმა უნდა მე როგორც ახლა ძველ დოკუმენტებს რო დიჯიტალიზაციას უკეთებენ რაღაც ეგეთი რემასტერინგი დაჭირდება. რემასტერინგი ეს რეტროსპექტივა. აი მას აქვს არა, დიდ კურსს აქვს აი ეს რემასტერი გასაკეთებელი და გამოსაშვები, იმიტომ რომ ძალიან სასაცილო არის. და მართლა თითქმის არავის არ აქვს ნანახი მე ამ ფილმებზე როცა მიდის საუბარი, ევროპული ყველას აქვს ნანახი. 41-ის დამოვლებით. დიდ კურსს დაემართა ის, რომ კინოთეატრებში
რომ დამთავრდა ჩვენება. არსად აღარ გავიდა ინტერნეტში და ასე შემდეგ. ანუ მეკობრული ხარისხითაც არ არსებობს. ხო, არა. იმიტომ რომ დედა ფაილი რაც იყო ის დაიკარგა და ანუ წაიშალა. რაც არის ახლა გასული ინტერნეტ სივრცეში ეგეთებზე პატარა ბავშვები ზიან რა. ხო, და. არ ძველი, ეგეთი რაღაც არ მოძველდება ჩემი აზრით. მე გადაიღეთ ჩიპსების თაობაზე დაფუძნებული ფილმი, ანუ რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 1 და 2 და აი ეს როგორ გადაწყვეტილება როგორ იქნა მიღებული, როგორ მოხდა? იცი რა ტენდენცია იყო მაგიც პრინციპი ახაც არის. არის. რომ რაღაცა წარმატებული სერიალი თუ გამოვიდა, აუცილებლად იმას მოყვება მე ან სპინ-ოფი მოყვება, ან რაღაცა შესამზადებელი ფილმი შემდეგი სეზონისთვის. და ანუ მაგ ამბავში მოდი არ დავარღვიოთ კორ თემა იმაში რომ პერსონაჟები იყვნენ, მაგრამ მოვიგონოთ რაღაცა სიტუაცია, იმიტომ რომ ამ ჩიპსების თაობასაც სიტკომად ვიღებდით. ანუ ის one camera თემა არ იყო. რაღაცა შეიძლება და ჩაგვესვა იქ ცალკე გადაღებული, მაგრამ ძირითადი გადაღება მაინც იყო პავილიონის გადაღება და კინოც მოგვინდა ეხა რა, რაღაცა ხვდები ერთი და იგივე ტკეპნა რომ ხდება შენთვის უკვე აი სიტკომი მithumetes. ვიფიქრეთ ჯერ ხო არ გავაკეთოთ ეს one camera კინოსნაირი სერიალი. მე რახან მაგის თემაც უნდა გვესწავლა რაღაცა, მოდი კინო უფრო კარგად ვიცით, იმიტომ რომ კინოები ნანახი გვაქვს. თან ახლა წარმოიდგინე ამას პარალელურად ხო ვაკეთებთ ამ ახმოვანებას და პრემიერა ალბათ საქართველოში ერთ-ერთ პირველს მე მქონდა ნახე, იმიტომ რომ ამის სანამ ოფიციალურად ვინმე ნახავდა, ამას უყურებდი ჩვენ. ხო და ნუ აქედან გამომდინარე ტელევიზიაში ნამუშევარ ადამიანს თვალის ხვანაირი გაქვს, ხედავ ოპერატორი როგორ მუშაობდა რაღაცა და ეგეთი რაღაცების გამო, ბევრი ეგეთი ინფორმაციის გამო მოგვინდა რა. ნუ ახლა რა თქმა უნდა კინოს თემაში პროფესიონალი ხალხი დავიხმარეთ, ხმაც, გამოსახულებაც, ოპერატორიც ყველა ტექნიკურად აღჭურვილი ხალხი ყავდა, კაი ხალხი ყავდა, მაგარი ყოფილი ვარ როგორ იმუშავეს ფილმზე. ნუ ბევრ ფილმზე ნამუშევარი. და სკრიპტიც დავწერეთ ისევ ჩვენა. სკრიპტი და თვითონ ეს ფილმის სიუჟეტი არის კარგად რა. ჩასმული თავის ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე აქ თავის წესებში, იმებში არის რაღაც ყველაფერი რა, ინციდენტი და რა ყველაფერი. მიზანი ბავშვის დაკარგვა. მიშა იყო მაგის გუთნის დედა, ანუ თავარი. ბერძი. მიშა? შვილაც. მაგისია სცენარი 85%. კი ბატონო. აი არის ძალიან სახალისოა. ნუ რა თქმა უნდა სიტუაციური ჰუმორი ყველაფერი იქ ძალიან კარგად მახსოვს რა მოკლედ. მე კინოში ნახე ეგ პირველიც და მეორეც. და ძალიან კარგად დამახსოვდა. იმიტომ ვადარებ, ეხლა ამიტომ ამბობ, დღევანდელი კომედიები აღარ ჩანს. აი სიმ გვალვა მაგ მხრივ. აი მივადექით ესე სუბუქად და კონკრეტულად თქვენ თემასაც რა, ანუ არ ჩანს გამომდინარე იქიდან რომ არავინ არ აკეთებს იმ ფორმულის მიხედვით, რაც აპრობირებული არის დედამიწაზე უკვე. ყველა ვინც კი აკეთებს ფილმს, იღებს ფილმს, უკვე ჩაუჯდები თუ არა 15 წუთში ხვდები რომ ეს ზის თუ არა, თუ ეს არის საავტორო კინო და ის რა ონკანის წვეთი უნდა იყოს 15 წუთი. და მე იქიდან გამოვიდეს პირ გაუპარსავი ბიჭი და დედა მოკლას და ანუ ეგეთი ფილმი თუ არ არის სტრუქტურულად ყველა ფილმი არტ-ჰაუს არ დავცინივარ ძალიან მომწონს, მაგრამ ანუ მაგას სპეციალური ჩაჯდომა ჭირდება რომ და რა თქმა უნდა კაი ხასიათზე უნდა იყო და მომზადებული გაიგო მე ფილმი. ბოლოს რაზე იყო? ხო ძირითადად ეგრეა. კი არა მარტო რა დაიკარგავო? GPS თვითრინავიდან დამირეკეს თუ რა ხდება? თვითრინავის რეჟიმზე მაგრამ რა შუაშია GPS. შენ როდის მიხვდი რომ უნდა გესწავლა სცენარის წერა? აი რატომ მიიღე გადაწყვეტილება და ნუ მომენტ რა მიიღე აი როცა
როდესაც გადავწყვიტეთ უკვე ამ თემის საფუძვლიანად კომერციალიზაცია და კინოსი. ხო, ანუ კინოს სცენარის მიმართულება კონკრეტულად უფრო. იმიტომ რომ რაღაცა სკილები თურმე ამ მე როგორც აღმოჩნდა ამ თემაშიც გვაქვს. იოლად საქმის კეთების გამო გადავწყვიტე ენთუზიასტი ბიჭები ვიღაცები იყო, ვისაც გინდათ მეთქი. რას ნიშნავს იოლად საქმე? არა სიზარმაცის გამო, არამედ იმ უნარების გამოყენებით. ხო, ანუ არსებობს ხო ხა ფორმულა, რომელშიც რაღაცა შენ კრეატივს თუ ჩასვამ, ის კრეატივი შენი ხდება, ანუ თუ არის მაგალითად ეს ბოთლი ხდება რაღაცა უბანი. თუ არის უბანი ხდება პლანეტა, თუ არის პლანეტა ხდება სამყარო და ანუ რაღაცა ტექნიკურად შეიძლება მოეჩვენოს ვიღაცას, მაგრამ არა, სინამდვილეში იმაზე რომ ეს ფორმულა შექმნილიყო ადამიანებს წლობით ნაშრომი აქვს და მე კარგი იქნეს რომ ეს სახელმძღვანელო წიგნად ან ვიდეოთ აქციას ლექციად და იქ გიყვება ამ ყველაფერს თუ ვიღაც არის მოიგონებს რაღაცას და ეს მარტო მე მინდა გაიხედ გამოიხედ არავინ გაიგოს და თავისთვის არის ბედნიერი ხალხი რომლებიც ეგეთ ცოდნას აშიარებს მე ყველაზე მაგრად მიყვარს იმიტომ რომ სამყაროს პროგრესს ქმნიან მაგით. ეხლა ჩვენ არსებები ვართ ისეთი ამბების მოსმენა გვიყვარს, ანუ ნებისმიერი საუბარი ხო ამბის მოსმენა არის. ჩვენ ეგეთი არსებები ვართ. კი ბატონო. ძალიან გენეტიკაში არის ჩვენთან, ანუ დნმ-ში არის ეს ამბების თხრობაც მოსმენაც, ანუ სამყაროს ესე უყურებთ, რომ ამბავი მიმდინარეობს. მაგასაც როცა უკვე ქმნი შენ რაღაცას აი ერთი ის მინდა აი ფორმულას არ ვეძახი მე აი თვითონ ამ სტრუქტურას ფორმას უფრო ვეძახი ვიდრე ფორმულას ანუ თხრობას აქვს თავისი ფორმა და შეიძლება მე შეენებურად ისქნა რა ცოტა გამოძერწო მიუხვიო მოუხვიო როგორც გინდა ფორმულა უკვე იმას ნიშნავს რომ აი ესე თუ გააკეთებ ესე გამოვა და არ არის ეგრე კი რაღაცა საფეხურებს მიყვები მაგრამ შენ ვალდებული ხარ რომ იქ შენი კრეატივი ჩადო შენი რაღაც ჯამატო ასე შემდეგ ანუ ეს არ დავარქვა ცოდნა არის ეს რაღაცა წესების ცოდნა, რომელშიც მე გეხმარება შენი კრეატივი, რომ გახადო ჩვეულებრივი სტორი გენიალურად. ან დაარღვიო ის რაღაცეები, რაც არსებობს. აი ისე გახადო ორიგინალური. ბუნებრივია, ძალიან გავს საერთოდ იუმორს ეგ თემა რა. იუმორს აქვს ფორმულები, არაერთი. გამოდიოდა იქნა რომ ეხა ვინც როგორ გაიხუმრებს, მე უკვე ვიცი რომელი ფორმულით გაიხუმრა. შეიძლება 1-2 ფორმულა თუ ანუ ყველაზე ადვილი და გავრცელებული ეხა იუმორის ფორმულა არის ან ვიღაც პაროდირება, რომელიც რატომღაც არც ერთ ეპოქაში ჩემი იუმორთან ურთიერთობის არ მომწონდა და არც მომწონს. პაროდირება რა არის ასაც კი არის რაღაცა მომენტი რომ ძალიან გავს მაგრამ სასაცილოობა რა არის იმაში რომ ადამიანი მეორე ადამიანის მიმიკას ის არა ქვია ლექსიკას იმეორებს და ტემბრიც ემთხვევა და რაღაც ვერ ვიცინი მაგითი ანუ ეგეთი უნარი თუთი ყურსაც აქვს რომ რაღაცა იმას იზამ ისიც იმას იზამს რა ერთ-ერთი ეგ არის ანუ უტრირება რაღაცის ანუ როგორც ძალიან დავიღალე და რომ დავიძინე 800 საათი მეძინა ანუ ეგეთი რაღაცის გაბუქვა ბევრნაირი მიმართულებები აქვს და ფორმულა ძირითადი იუმორის რომელსაც მართლა შეიძლება ფორმულა დაერქვას არის რომ მოძებნო ორ რაღაცა შორის ისეთი არაორდინალური კავშირი უცნაური კავშირი რომელიც აი ამ ემოციას იწვევს რომ სად მიაგნო აქედან აქამდე როგორ მივიდა ანუ ეგ არის სასაცილო აი რაღაც მხრივ აი სცენის სტრუქტურა რო არის აი ვიცი თუ გახსოვს მაგრამ არის სცენას ყავს გმირი გმირს რაღაცა უნდა ცდილობს მიიღოს ის რაც უნდა და გზაზე დაბრკოლებები ხვდება მზარდი რომელიც ცდილობს გადალახოს და ბოლოში ღებულობს რაც უნდა და
იმის საპირისპიროს, ან უფრო მეც ან ორივეს ერთად. მაგრამ აი საპირისპიროს მიღებაში კი შეიძლება ძალიან დრამატული მომენტი იყოს სცენაში და შეიძლება საშიშიც იყოს, მაგრამ თითქოს აი ზუსტად ეს ფორმულა იუმორზეც კარგად ერგება, რომ რაღაცა უნდა შეიძლება და იმის საპირისპირო რაღაცას იღებს, რომ ვახ ეს საიდან მოვიდა საერთოდ. იმ განსხვავებით რომ იუმორის ფორმულა შეეძლო საპირისპირო კი არა, უცნაური, ყველაზე უცნაური და აბსურდული, ანუ ეგ აბსურდული იუმორის მიმართულება ცალკე. ყველაზე არაპროგნოზირებადი კავშირი ორ რაღაცას შორის. აი ეგ არის იუმორი. სტენდაპი გამახსენდა რა, როცა თქვი რომ კავშირი ორ რაღაცას შორის. სტენდაპერები ძალიან ხშირად ესე პატარა კავშირებს დაინახავენ, აკეთებენ და მაგარი შედაცილოა ხოლმე. გავრცელებულია. მე ძალიან ვიცი, ძალიან მიყვარს სტენდაპ ფორმულა, მაგრამ მომწონს. ანუ სტენდაპი რაღაცა ფორმით არა ისე გულწრფელი როგორც უნდა იყოს, როგორც არის და სინამდვილეში ჩაფიქრებული იყო, არსებობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში. რატო არ თქვა იცი სტენდაპი იმას, რომ სტენდაპის თავი პრინციპი არის შენ ყველაფერს ყვები პირველი პირიდან. აიღე ნებისმიერი სტენდაპერი. ჩართა ვიწყებს. გუშინ ვიყავი მაღაზიაში და მორჩა. ანუ შენ ამბავს გიყვება. და იქ ადამიანები მაგ პერიოდს ვიხსენებ, ხა კომუნიზმის პერიოდს და რაღაც. და მეერეც სტიქიურად აქეთაც წამოვიდა იქ ფილარმონიაში კონცერტების დროს. რაღაცა ეგრე რაღაცას ფაქტებს ყვებოდა ზოგად და იქ ყოველობდა ისტორიებს, რაღაცა კურიოზებს ყვებოდნენ ხოლმე. თავის ამბავს, თავის გამოცდილებას ყვება სტენდაპერი და სტენდაპის დაუწერელი კანონი არის ეს. ლაპარაკობს შენ პრობლემებზე და შენ პრობლემებზე აცინებ ადამიანს. შენს ირგული სამყაროს თავაზობ. ხო, აი ძალიან ხო გვიყვარს. ძალიან მაგარი ჟანრი. ძალიან მაგარია და ჩვენშიც აი მაგ რა ერქვა იმას, რო გამოდიოდნენ ფილარმონიაში. იუმორინა, ხო რა თქმა უნდა. იუმორინას ქონდა ესეთი ფორმა მაგის რაღაც, მაგრამ როგორ თქვა, ცოტა ესეთი აი ხა ჩვენ ახალგაზრდული როგორც არის. ხო, გულწრფელობის ხარისხია. აი, რაც რომ მაგალი გულწრფელობის ხარისხი გაქვს, უფრო მაგარი სტენდაპია. ზუსტად. დღეს ხო არიან ბიჭები, რომ სტენდაპებს აკეთებენ. ძალიან აი, შენ გუნდში იყო მურთაზი. მიყვარან ძალიან, იმიტომ რომ ეხლა ჭიდაობენ ისეთ სფეროსთან, რომელიც ჩანასახის დონეზეა საქართველოში და აუცილებლად ეს დონე აიწევს და იქნება კარგი მიმართულება იუმორის გაჩნდება. ამის მჯერა და გულშემატკივრო ყველას ვინც აკეთებს ამას. საერთოდ თემა ნიჭიერად აკეთებენ, ნაკლებად ნიჭიერად არ გამოსდით, მაგრამ ეს ცდა შედეგის პროცესია და ეს დუღილი აუცილებლად დაიწურება და აი კარგი ღვინო დადგება ყველაფერი. აი ხო, აი ეს მინდოდა რომ შემეკრა ის რომ რას ფიქრობ დღევანდელ სტენდაპზე საქართველოში აქვს თუ არა ის თქო პერსპექტივა, რასაც უკვე თქვი, მაგრამ აი რო განვავრცოთ, როგორი იქნებოდა უფრო კარგი თუ იქნებოდა ესეთი რამე თუ გიფიქრი, აი რას ურჩევდი ალბათ ქართულ სტენდაპერებს, რომ უფრო ბევრი თუნდაც მასაზე გავიდნენ, თუნდაც უფრო ხუმრობები როგორი ითქვან და ეს აი ესეთი რამე თუ გამოდინარე იქიდან რომ არ ვარ სტენდაპერი, ეგ იუმორის საკმაოდ სუყე მიმდინარეობა. ალბათ მაინც ზოგადი იქნება ჩემი რჩევა, რასაც არის ის რომ აი რაც არის პრინციპი თავარ სტენდაპი ილაპარაკონ ბევრი საკუთარი თავიდან და საკუთარი პრობლემებიდან გამომდინარე. ეხლა იყო პერიოდი, ეხლა ცოტა იკლო, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ეს ჟანრი ყველაზე აყვავდა და მე მგონი იქ დაიბადა, არ ვიცი, ეხლა სტენდაპის ისტორიას არ ვიცი. ხო, არის, მე ვიცი დაიბადა, მაგრამ ნუ იმდენად გამჭოლი იყო, რომ ადამიანები მიდიოდნენ სტენდაპზე, რომ გარკვეულიყვნენ პოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყნის პრობლემებში, მოწყობაში, სად რა ხდება, ანუ იგებდნენ ამ ყველაფერს იდეალური ფორმით, ანუ ადამიანი იყვება ამას, საკუთარ თავს დასცინის, ამ დროს ირიბად მაინც გამოდის, რომ სისტემასაც გადასწვდება, სადღაც თქვათ შეექმნა ბიუროკრატია, სადღაც მივიდა, იქ იმას დასცინის, იქ იმას, მაგრამ
შეფუთვა არის და სწორი მოწოდების ფორმა ის რომ მაინც საბოლოოდ მე შემემთხვა ეს რა. მეც არ ვარგივარ ეთყობა რახან ვერ მოვერგი ამ თქვათ მთავრობისგან შემოთავაზო რაღაც მყაყე წესებს და იქ ვერ ჩავჯექი და ის პრობლემა შემექმნა იქ და ასე შემდეგ. დრამატურგიულად ძალიან გავს სცენარის დაწერას რა ნებისმიერი ფილმისასთუნაც, იმიტომ რომ იქ ჩაჭერა უნდა იყოს იმაზე რომ აი რაღაცა პრობლემა და მე ამის გაშლა რა თქმა უნდა ლაღათ იუმორის მოშველები. ამ მიმართულებით პროექტი რომ უნდა კონდეს ნებისმიერ სტენდაპს რომ გამოდიხარ ეს ღერძი რომელზეც მე ტოტებს შენ თვითონ იუმორისტულ ტოტებს აბა, მაგრამ ეს ღერძის გარეშე სტენდაპი არ არის სტენდაპი, სხვა რაღაცაა, რაღაც ის სხვა ჟანრი შეიძლება დაარქვა. და გულწრფელი ვახსენე რა თქმა უნდა. გულწრფელობა არის მთავარი. ყველაზე მაღალი ხარისხი. ერთი აი რა, ну, უამრავი განსხვავება არის თქვა ახლა ამერიკაში როგორც არის განვითარებული მაგის ბოდიში და არ დამისრულებია პროექტი. მაგის თქმა მინდოდა რომ უკვე პოლიტიკური გავლენის მომხდენი გახდა ეგ მიმდინარეობა პროცესებზე იმ დიდ ქვეყანაში, რომელიც თითქოს ყველა მხრიდან დაცულია და იქ რაღაცა ყველა უსაფრთხოება ყველაფერს მინიჭებული და იქ არე უსაფრთხოებაში და ყველაფერზე კონტროლი არის, რომ არ გაგვექცეს და იყო პერიოდი, რომ გაიქცა სიტუაცია და რაღაც ამომრჩევლები, ეგენი ყველაფერს ამომრჩევლების ხმებით ითქვა. ამორჩევლების რაღაც ნაწილი ამ მიმდინარეობამ ტექტონიკა გამოიწვია და მე რაღაცა მარწუხები დაიწყეს, იმიტომ რომ აი ისეთი თავისუფალი სტილის სტენდაპები რეგულარულად უყურებ მე. უკვე აღარ არის რა რაღაცა. ან შეიძლება რაღაც ისა პიკი გადაიარა და ცოტა ეხა ქვევით მოდის. ძალიან ბევრები არიან ეხლა ამერიკაში. ადრე იყო ნაზარი. ხო, ნუ სულ მაიკებია ყველგან სადანე. ქალაქში ერთი 10-15 მინიმუმ არის პატარა ქალაქშიც. მაგის თქმა მინდოდა მე რომ აი ვისაც უსმე მე ძალიან მიყვარს სტენდაპი და აი ვისაც კაი სეტი აქვს გაკეთებული, ეს სპეციალი ჩაწერა, ხო? შენობა კორიფეებს, ხო? აი კორიფეებს, მაგრამ აი როგორ მივიდა მაგამდე, ხო, რომ სპეციალი ჩაწერა. რაღაცა მოიგონა ხუმრობა. მე რას open mic-ზე გავიდა საკათ იქ ცადა, რაღაცაზე გაეცინათ, რაღაცაზე არა, მაგრამ მე მიხვდა როგორ უნდა დაინავროტებინა ისე, რომ უფრო წამოიღოს იცილი. სხვაგან სადა, მე კიდე სხვაგან და აი ეს ხუჯერ ერთი ხუმრობა სხვადასხვა ადგილებში თქვა და რაღაც მიიღო ფორმა როგორ უნდა მიაწოდოს ეს ხუმრობა ისე რომ სასაცილო იყოს. კი. მაგრამ იქ პრაქტიკა აქვს ტიპებს ბევრი. აქაც შეუძლია წავიდნენ, აქაც სხვა ქალაქში ჩავიდნენ ისა რომ აქ სადონ რომ დახვეწონ თავიანთი ნამუშევარი ნაწერი და აქ მგონია რომ თითქოს აი ესეთი თავისუფლება ქართულ სტენდაპერებს რომ გამოსცადონ თავიანთი ხუმრობები თითქოს არ აქვთ. და მაგაში შეზღუდულები არიან, ანუ შეიძლება იშვიათად შეიძლება კონდეთ ეს გამოსვლა და იქ უკვე ну რაც აქვს იმას იტყვის და არ იქნება შესაძლებელი. მე მქონია კარგი ხანია მურთაზთან შეხება მაგ თემასთან დაკავშირებით. სულ თხოვს ხოლმე და რაღაც ვერ მოვიცალე რომ დავესწრო ლაივს. იდეაში ტექნიკური საღამო კეთდება, სანამ ოფიციალური გამოსვლა იქნება კომიკოს და ამ ტექნიკურ საღამოზე ცდის თავის ახალ დაწერილ მასალას. და არ ვიცი ეგ პრაქტიკა აქვს თუ არა მურთაზის და მაგ კომანდას. ეგ არის კარგი იმისთვის, რომ დაზღვეული ხარ შენ რო გონია რომ ყველაზე ადვილი და სასაცილო გზა იპოვე ამ ორ რაღაცა შორის შეიძლება ეგ ობიექტურად ეგრე არ იყოს და ობიექტურობა არ უნდა დაკარგო არასოდეს, იმიტომ რომ იუმორი სიტყვა შეიცავს, სასაცილო უნდა იყოს ბევრისთვის, რასაც გაიხუმრე. ამიტომ ალბათ კარგია ეს ტექნიკური საღამოები და სიამოვნებით მაგალითად დავესწრები ტექნიკურ საღამოს უფრო ვიდრე რაღაცა არ მეყვარს კი მანსანკანში ხანდახან სვამდნენ ხოლმე ჟიურში და რაღაცა უსიამოვნო შეგიძლია მაქვს ადამიანს რომ ხუმრობას უფასებ. მე ვიცი ხუმრობის შეფასების ერთი კრიტერიუმი
აპლოდისმენტები, როცა კაი შუткаს ეკიდა ბუნებრივი სიცილი და ის თუნდაც კამის გრევა კინოთეატრში. ეგ არის სტრუქტურულად რო ჩაუშალო რო შენ ხუმრობა საკლდე. ხო და ანუ მაგ დროს შემიძლია შევისახით თქვა რომ ეს ხუმრობა ამოიღე. ამოდენიმე ჩემნაირი ადამიანი რომ დაისწრო ტექნიკურ საღამოზე და გასინჯონ, მაგას ქვია ფაქტიურად სეთის გასინჯვა, ანუ სეთი ხო აწყობილი აქვს იმას. რა არის მე? ნუ მე მუშაობა იმაზე რომ სუსტი ადგილები ამოქაჩოს. ესე რომ სტენდაპერებს გამოარჩევდი? ქართველებს? არა ქართველებს. ვინ ქართველებს კიდე კორიფეებს ესე. მე გეტყვი ერთ საინტერესო დაკვირვებას რომ ძალიან რომ შევჯექი ამ სფეროზე და რა თქმა უნდა იქიდან მოვყევი შაპელები, ლუისკები, ვინც არიან? ამერიკის მამები. ოღონ არა ეს ჯეფერსონი და სტენდაპის მამები. ერთ პერიოდი რაღაცა მოვიწყინე, რატო? იმიტომ რომ ძალიან თავის ქვეყანაზე ყვებოდა და კი, სასაცილო იყო ყველაფერი და მოვიწყინე რომ რატომ და ვიცინო ამდენი ამერიკის პრობლემებს. ანუ შური არ ქვია ამას. უფრო დავსევდიანდი რომ რატო აქ არ არის ეგეთი ადამიანი რომელიც მაგას მაგრამ აცინებს. ეხლა ამ პანოპტიკუმზე რაც ხდება ამ ქვეყანაში და ამოიდებს იღლიაში დაწყებული პოლიტიკოსი და დამტავრებული სკოლის მასწავლებლამდე და ყველა სფეროს რო აკენწლის. ხო და გავჩერდი. გავჩერდი შიმშილი გაჩნდა. შიმშილი გაჩნდა რა ვქნა და მაგ პერიოდში კაკრას ზუსტადაც მალე წამოიწია მაგ სფერომ თან კარგად რუსეთში. ხო და აი უკვე დამწყო კომედი კლუბი უკვე გავლილია. ხო. აქეთა პერიოდს გეუბნებს რაღაც მაქსიმუმ 5 წლის. ხო და მე გადავერთი აქ და დავიწყე გულის ფხანა, იმიტომ რომ ტერი მის იმაში წიაღში გამოზრდილი კაი ტიპი როგორ დასცინის მტერს. იმიტომ რომ კომედი კლუბი ჩვეულებრივი სახელმწიფო ორგანიზაცია გახდა. კი. დაივარცხნა იქ არხიც ისეთია, რომელზეც გადის, რომ დავარცხნილი არხია. ვითომ ხუმრობები და ამ დროს ესე რომ უყურებ, ხო, რა კარგად გავიხუმრე ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, ხო? ანუ underground კომიკოსები გაიჩითნენ, რომლებიც აი გულს ბხანენ, მიყვარან თქვენ გენაცური ნაწილი ეხლა სხვათა შორის საქართველოში არის გამოპარული მაგ ომის დაწყების შემდეგ. ძალიან მაგრები. ეხლა არის ტენდენცია, რომ იქ თუ გაძლევენ ნებისმიერი სახით იუმორისტული პროდუქტის წარმოების საშუალებას, იქ უკვე ცენზურიანი ხარ. იქ რაღაცა სპეციალური სამსახურია შექმნილი, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს. ინტერნეტშიც კი. ამიტომ ტიპები, რომლებიც ახლა იქ მაგ სივრციდან გარეთ არიან, ისინი არიან კაი ტიპები. და იყო თბილისში სხვათა შორის არ მინახავს, მაგრამ იგივე მათი მონაყოლიდან გებულობდი, რომ თბილისში ვარ ახლა. სადღაც აქ იყო რა, გამოქცეული იმ საშინელებას. აი ეგ ამბავი მაგალითად ქართულ რეალობაში არსად გაქცევის გარეშე დღესაც შეგვიძლია ვაკეთოთ. სტენდაპერები მაკეთონ. დაცინონ, გაათახსინონ, გააცამტვერონ, 4-ში ამოიღონ ყველა ის ადამიანი, რომელიც უნდათ. ანუ შეზღუდვა მაგ მხრივ ხო არ გვაქვს ხა მაგის გამო. მაქსიმუმ შეიძლება ვიღაცამ დაგირეკოს ძმაო რაღაცა ჩვენზე. ან ვიღაცა მოგიგზავნოს უბნელი ვიღაცა და ძმაო არ შეიძლება. მაგრამ მაგაზეც უნდა იკაიფო, მაგაზეც უნდა დაცი. აი ხო, თუ ყველებიანი სტენდაპერი არის მაგაზე იკაიფო. ბაზარი არ არის, ჩვენ ეგეთ რაღაცას ვაპარებთ არა სტენდაპის სახით, მაგრამ დარდუბალა გქონდა ესეთი მულტსერიალი. აუ დარდუბალა. და ვაპარებდით კი არა, ისეთი დონით ვასხამდით იქ იმ დროინდელ მთავრობას, რომ აქ ედიკა ის ყავდა თავისუფლება როგორ გქონდა. კინის თარგამაძე დადიოდა რაღაც რობოტი.
დედას უხნავდით. და არანაირი პრობლემა არ გქონდათ მაგას. სულ თავისუფლება საერთოდ. არავის შეუწუხებია. არა, აი არ მოსულა ხო არის თემა რომ ეხლა დადიან ვიღაცებს. კი ბატონო. ძმაო. არ შეხება მაგრამ გქონდათ მაგის შიში რომ შეიძლება დაგვი. ბუნებრივი ეხლა ისეთ სამყაროში ცხოვრობდით 90-იან წლებ გამოვლილი ხალხი რომ იქ ადამიანის სიკვდილი იყო, რაღაც შეეული ყოველდღიურობა იყო. ანუ ეგეთი ბევრს არ ჯერა, ეხლა ჩემ შულსაც არ ჯერა რომ უყვები, რომ რაღაც ჩვეულებრივად კვდებოდა ვიღაცა და საწყალი. იქ აფხაზეთის ომი, მერე ეს ომი, ეს ომი, შიდა ომი, გარე ომი. აი აჯაფსანდალში წარმოედგინა და ცოტა დალაგებულ სიტუაციაში და უცებ უბერავდა არდუბალას და მოშვერილი გაქვს ორივე ხელი და ყველაფერს აგინებ ამ თავრობას. რა თქმა უნდა შიში იყო. მაგრამ აი ზუსტად მაგ შიშის გადალახვაც მაგარი სტენდაპერობაა რა. ანუ გამბედაობა იმის რომ აი ოღონდ არ უნდა იყოს კიდე ერთხელ მეორე შეურაცხყოფა ეს უნდა იყოს აი როგორც მაგალითად ის რომ იმ ქვეყანაზე ცუდ სიძახის და მხანს გულს ის უნდა იყოს აკაც რა. ანუ გული უნდა მომხანოს, ისე უნდა დაცინოს გინდა მთავრობას და გინდა კლიშეებს რაც ქართულია. და მაგას აუცილებლად ჭირდება ძალიან სიღრმისეული ანალიზი იმ ყველაფრის რაც ხდება ქვეყანაში. ზედაპირზე ხა რა დონეზეც არის დღეს საქართველოში იუმორი, მეშინია ეგრე რომ გაგრძელდეს. ისეთ ცუდ დღეშია და ისეთ რაღაცეებზე რეაგირებს ხალხი და ხორხოცებს, რომ აქ აზრით საქართველოში ეგ პრობლემა თუ შეიძლება ითქვას საქართველოში, იმенно საქართველოში. ძირის უფსკრულის უფსკრული ხო საშინელება რომ ჩავარდები. უფსკრულია. აი ახლა რაც ხდება? მაგრამ ხო არის უიმედობაც ხო არ არის ახლა. არა, მე ვამბობ რაც ჩანს ეგ. ხო თორე ესე არამთლად underground, მაგრამ ესე ცალკე ნიშურად თემებში არის, რა თქმა უნდა. სტენდაპი არის ერთ-ერთი კარგი გზა დანახვებისა საზოგადოებისთვის. აი აუცილებელია ვიტყოდი კიდე რა. აი ერთ უნდა კონდეს თავისი სტენდაპი, რომ თავის თავზეც ანუ ამ პრობლემებზე, იმიტომ რომ ის თავის თავზე და თავის პრობლემებზე რო გადავ, შენ საკუთარ თავს ხედავ რა, იმის პრობლემებში და. კი, აუცილებლად. ეგ საჭიროა რომ დავინახოთ რაღაცა სხვა კუთხით და თუნდაც ვიცინოთ იმაზე თუ რამდენად არ ვიცით რაღაცა, ხო და არაფრით არ რაღაცას მოსაზრებას რომ იუმორის კეთებას არ ჭირდება ერუდიცია, ცოდნა და ინტელექტი. არ უთანხმობი მაგას. ვინც მაგას იტყვის, რომელ წიგშიც მაგას ამოუკითხავ, დავხურავ იმ წიგს, რას ქვია, არ ჭირდება. არა, საუკეთესო კომიკოსები ძალიან განათლებული და ის რასაც ეხლა უყურებ, რომ რაღაც კუთხური იუმორი, წელსქვევითი იუმორი რაღაცა არარსებული პერსონაჟები გამოდიან ზოგი იმერულად, კახურად, აჭარულად, რაღაც სვანურ სადღა ეგ კაი რა. და თან მithumetes ჩემი გამოკიდებულება საუბრის დასაწყისში პაროდიასთან დაკავშირებით გითხარი და გული მერევა დედასწრა. არ არსებობს სირცხვილის ესეთი კატეგორია ესპანური სირცხვილი, გაგიგია? არა. დედასწრა ძალიან მაგარი შეგრძნება და შეგრძნების დონეზე თქვენ გექნებათ ეგ. მაგრამ სახელი რო ეგ ხო არის. ვიღაცა რო აკეთებს და მის მაგალითად სვენია. ხო, რაღაც ისეც არა შენიანი. დამოუკიდებლად უცხო ადამიანი და რაღაც ისეც რო იტყვის რომ რა თქვა აი ეგ არის ესპანური სირცხვილი. კრინჯი პონტი, კრინჯის ის. არა, არც კრინჯი კიდე კაი, ეს ესპანური სირცხვილი არის საშინელი. ეს ვაიმე არის, ხო? ეს რა თქვა? დასაკეთებს. აი ეგ არის ესპანური. რას თავს იღუპავს? იმის მაგივრად შენ გწხვენია. და ტელევიზორს თავს სულ ესპანური სირცხვილი. ეგ თემა რა, ანუ კარგი თემაა, რომ ესპანური სირცხვილი ერქვას ამ ისეც. კი ბატონო. ნიშნულს ან ეწეროს, აი ლოს-ანჯელეს ჰოლივუდი ხო წერია და ესპანური სირცხვილი ეწეროს. დიდი ასოები. აქეთკენ კი მივდივარ. არა, უნდა ვეცადოთ რომ არ მივიდეთ მაგამდე, რომ
დაიწეროს ესპანური სიცხვილი და მაშინ უნდა გავნათლდეთ, განვითარდეთ. უნდა გავნათლდეთ, განვითარდეთ რაღაცა, ვისწავლოთ, ვეცადოთ ცოდნა გაუზიაროთ და ან გამოვან არა ხო, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმ უნდა ვცადოთ და რაც ყველაზე დიდობაში რო ემოციის მომხდენი წიგნი გამეჩითა, ძალიან უბრალო წიგნი, მაგრამ დიდი აზრის მატარებელი, რომელიც გაატარა საზოგადოებამ იგივე ბრწყალებში რაღაც პოლიტიკური ამბების გამო არის ლევან ბერძენიშვილის წიგნიერების ევოლუცია. აი, მასტი მეგობრები ვართ დიდი ხნის თავიდან ბოლომდე ადამიანი გიყალიბებს როგორ მოხდა ეს, რატო მოხდა, რატოა კარგი წიგნის კითხვა განვითარება, არ არის ავალდებულო რომ აუცილებლად ქაღალდის იყოს ეს, ელექტრონული იყოს. მაგრამ იყოს, პადი გეჭიროს და იქ ესე სკროლი. პრობლემა ის კი არ, ძველებს გვევასება ვით წიგნში რაღაც სპეციფიური ისა არომატი ფურცელს, თან დაძველებულს მithmet. ვიღაცებს ესმოწმოთ, მაგრამ განვითარდა საზოგადოება, გვაქვს საშუალება, რომ აი ეს თვალები გეღლება, აუდიო წიგნი იყოს, ანუ ინფორმაციის მიღება ესე სტიქიურად ნელ-ნელა უნდა შევწყვიტოთ რა, სკროლვა შევწყვიტოთ, გავიდეთ იმ ნიშნულზე, რომ მივიღოთ ის სკილები, ის უნარების ჩვევები და ის განათლება, რაც მე მჭირდება ამ საქმისთვის, რასაც ვაკეთებ. და თუ დავარქმევ ჩვენს მთავარ საკეთებელ საქმეს, განვითარებას, პიროვნულ განვითარებას ჩვენსას, აუცილებლად უნდა ჩაუჯდეთ ლიტერატურას. მაგას ჩვენ ყველა იმაზე ვსაუბრობთ ხოლმე საუბრისას, პოდკასტის ჩაწერისას და წინას ნუმერთან ვისაუბრებთ წიგნებზე. ანუ ყოველთვის ვახსენებთ ხოლმე მაგას, რა მოახდინა გავლენა შენზე ყველაზე მეტად. ეხლა მე და ზუგან ვიცით ერთმანეთში. აი რა ყველაზე ესეთი გავლენიანი წიგნი. ლიტერატურა არა ლიტერატურა. ნოტარ დუმბოძის რომანები და მოთხრობები. რა თქმა უნდა, ესეთი იუმორისტული კლასიკა. მე რო მივხვდი იუმორის გზნობა რომ მაგ ნაწარმოებების კითხვის დროს მივხვდი. იმიტომ რომ პარალელურად მეგობრებიც კითხულობდნენ, აი შეჩემა რა გადაფიჩინდი რა არის ეგ სასაცილო და უაიშენს პატრონსები და მარტო მაგით არ ვიფარგლებოდი და მკვდარ და ცოცხალს ვაგინებდი ეგეთ ხელს. რა აი მაგას რო წაიკითხავ და ვერ მიხვდები, რომ რა სასაცილოდ წერს ადამიანი. აბსოლუტურად. მე წამოვიდა უკვე რახან დავინტერესე ამ თემით, იქვე კომუნისტურ პერიოდს ყვები რა, იქვე იყო ილფი და პეტროვი და მაგაზეც, მაგრამ ჩაუჯექი. მე უკვე ცოტა რომ გაიხსნა საზღვრები ჯერომის მოთხრობები და ეს სამნი ერთნავში ზაღლის გარეშე. ეგენი იყო უკვე. ეხლა როგორც პირველ აღმოჩენებს ვაკეთებდი სტენდაპით, რომ დავინტერესდი ამ სტენდაპერები და ეს რამაკარი ყოფილა, ეგრე იყო ლიტერატურულად ესე რომ მოვყვეთ. კიდე რამოდენიმე მარკ ტვენის სიგიჟე მოთხრობა არის ერთი, ბიძინა ბარათაშვილმა იბერვიზიაში მუშაობს მაგ დროს, აი კიდე რადიომდე პერიოდია, მომიტანა მარკ ტვენის მოთხრობების წიგნი. რუსულ ენაზე რა თქმა უნდა. და მარკ ტვენი მოთხრობებს წერდა, ეგეც არ ვიცოდი. ტომ სოიერით ვიცოდი მარკ ტვენი და ჰეკლბერი ფინი. ხო და ბიძინა მომიტანა იმ თემაში, რომ პატარაზე დამასპოილერვა ჩაგაჭედებს, აი მაგრა იკაიფებ, მაგრა იცინებ. და რაღაცა ჟურნალისტიკა ტენისში არის ეგეთი მოთხრობა რა. ბოლომდე არ მოგიყვებით რა ხდება და როგორ ხდება. რომელიღაც გაზეთში მიდის უკმაყოფილო ადამიანი და ტენისი ეს არის იარაღებიანი შტატი და მიდის რაღაც სტატიის გამო ჩვეულებრივი სტენდოფია სროლები რაღაცები და ის ვინც მოვიდა იმაზე წერს ფრაზა ნახე რომ თან ეს ყვება ყველაფერს ისეთი ენით რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა ნუ გამოიარა იმან ფეხში ესროლა იმან რაღაცა ეს ხდა
ის ვინც მოვიდა სანამ წავიდოდაო მე კუბოვის მისამართი იკითხავ და ისე წავიდა დაჭრილი იყო რა და საუბარი თან საუბარში ხდება სროლები ანუ ეს რატო დაწერა თან ის ესვრის მე და საუბრის დასასრულს კუბოვის მისამართი იკითხა და ისე გავიდაო იქ რა ანუ ძალიან ისეთ მარგალიტებს ვიპოვით იქიდან საიდანაც მე სათავე ეხლა არ ვიცი მე ზღება როგორ წიგნები იცი იუმორის თეორია არა ეგეთ წიგნები რას ქვია ეს ფორმულები და რაღაცები მაგ ვიღაცებს აქვთ გაშიფრული და დაწერილი ანუ რაღაცა როგორ გავიხუმროთ ხალხში როგორ გავხდეთ იმისი რა ქვია წვეულების ყველაზე მხიარული და როგორ წავიყვანოთ ანუ რაღაც დეილ კარნეგისნაირ და ანუ ამ მიმართულებით სამოტივაციო წიგნებსაც იმაში რაღაცა ამერიკაში არის ლექტორი რომელიც ასწავლის ბიზნესმენებს ბიზნეს იუმორს და ასე შემდეგ ეთემები იცის მაგრამ გოგიჩამდა მაგრამ გადავთხოვნა და ის დაჟე მე მგონი გოგიჩას მეგობარიც არის ბიზნეს იუმორს ანუ იუმორის გრძნობას ასწავლის ბიზნესმენებს კორპორატიული იუმორი აი ხა მაგას გეუბნები ერთ-ერთში ჩვენი პირველი პრეზიდენტი ედიკა პირველი იყო თუ მეორე ხო პირველი ზვიადი მაგას ხო ეგ არსად წაკითხული არ ხონდა თან და ყოლილი ხონდა ანუ ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ კომიკურად იუმორი ქონდა ხო ანუ იუმორით გაჯერებული საზოგადო მოღვაწე იყო თან აღიარებული საერთაშორისოდ ჯოუქები უყვარდა სულ რაღაცა სულ გადაუდა არა რო გადაუდა ვიზი ახლა სახლში და ჩვენ დონეზე ჩვენ როგორც ახლა ერთმანეთს ვეხურებ და ეს ვიღაცებთან გასული იყო და პლუს იმათთან გაშინაურებული ჩართული ამას რა თქმა უნდა დიპლომატია და დიპლომატიურად რო ეხუმრები ვინ იყო მაგ დროს ჰელმუტ კოლს ანუ ვიღაცას ეგეთი რაღაცეები თანდაყოლილი მგონია რა რაც არ უნდა იუარჯიშო კრისტიანო რონალდო მესი ვერადროს ვერ გახდები ანუ თანდაყოლილია ანუ ეგ არის იუმორში მე მგონი იდეალური ვერ ისწავლი რაღაცა შეიძლება ისწავლო და რაღაცა შეიძლება აიმაღო, მაგრამ მაინც თანდაყოლილი რაღაცა ის იჭიქჭილდება რომ და მით რომ წარმოვიდგინოთ თავში ხო უნდა დაატრიალო რამოდენიმე ვარიანტი რა უნდა თქვას ხარტი იუმორი რომ გამოგივიდეს ამის სკილი თავიდანვე ვისაც აქვს იმას ეს არ ჭირდება რაღაც ფაილების გამოძახება ოპერატიული არ ტვირთავს მაგ დროს, იმიტომ რომ ის არის თანდაყოლილია ეგ თემა, რომ რაღაც წკააბ და უკვე ფიჩინდებს. მოვისმინე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იუმორში არის ინგლისურად მოსეთ timing, ანუ როდის წკააბ, ხო, timing. ვიძახი და ანუ მაგის სწავლა შეიძლება არ უარყოფ, მაგრამ მაგაში რომ ესი გახდე წარმოვიდგინე. ხო, არა, შანსია. ვერც მარადონა, ვერც მესი. შინაგანი შეგრძნება უნდა გქონდეს ეს ორი მომენტის. კრისტიანო რონალდო იუმორში გახდები, თუ რა თქმა უნდა, ბევრს იმუშავებს ყოველ დღეში თავისთავად იქნები უდაფასებულესი ადამიანი, შესაბამისად კომერციულადაც წარმატებული, მაგრამ მესი ვერ იქნები, ანუ ის არ გექნება რა. ოზუს დატვირთავ ყოველ ეგეთ ჯერზე ხარტხუმრობას. გადატვირთავ ხო? ხო, ანუ გაჭედავ რა. მოგიწევს ჩართვა ოზუსი და ისე ვერ იტყვი რა. იცი რა, ბოლოს ალბათ ესეთი კითხვით დავამთავროთ. რას ურჩევდით ჩვენ ახალ არის მაყურებელს, ახალგაზრდა თაობას, როგორც გამოცდილი იუმორში გამოცდილი ადამიანი, აი რა ყველაზე მთავარი რჩევა რა იქნებოდა? ალბათ ამ გრძნობის ვისაც ეს თანდაყოლილი აქვს არ დამალავს და გამომზეურებას ხშირად გამოყენებას ადამიანებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ამის მაგალითებიც ქონია ცხოვრებაში, რომ ვიღაცა ძალიან მაგარი იუმორის ზნობა აქვს და გამომყევი. ბიჭო, თემა რაღაცა ერთად ვიყოთ.
მაგარი ნიჭი გაქვს. არ დაკარგო და მიდიან რაღაც ტრაილერის შემკეთებლებად, რაღაც სხვა სფეროში მიდიან. როდესაც მე უკვე თავის დროზეც ბავშვობაშიც რამოდენიმე მეგობარმა ეგრე გული მატკინა რომ არ გამოყო. მაგრამ მაშინ არ იყო ეს სფერო ისე კომერციულად მომხილველი. ეხლა საკმაოდ კარგი შემოსავლის პატრონი შეიძლება გახდე ამ სფეროს თუ იჭიერად გააკეთე. შეუულებრივად რა, ანუ საქართველოში ერთ-ერთი კარგი მაცხოვრებელი იქნება. პლუს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ YouTube კარგად ეხმარება ამ ადამიანებს უკვე ნახვების მიხედვითაც უფრო მეტის გადამხდელი გახდა, უფრო მომხიბვლელი გახდა YouTube-ზე რაღაცების კეთება, ანუ ურჩევდი რომ არ დაემალონ, არ შეინახონ დაძლევნის წინააღმდეგობები, რომლებიც გამოწვეული არის ძირითადად ოჯახში კონფლიქტი, რომ კარგი რა მამაჩემის სიტყვები მახსენდება ცხონებული, რა საკეთებ, რა ჭყანაობ, რა საქმეს მოკიდე შენ საქმეს ხელი რამე გააკეთე. ეგენი უნდა დააძლიონ, იგნორი ეგრევე და შეუბერონ, იმიტომ რომ სფერო არის რომელიც ყოველდღიურად ხდის ბედნიერად შენ რომ ამ სფეროში ხარ და ბედნიერად ხდის ადამიანებს ვინც შენ გისმენენ და მეტი ბედნიერების გამშეარებლები ვიყოთ და ქვეყანას ძალიან ჭირდება ბედნიერი ბევრი ადამიანი და თუ ამ სფეროში ბევრი ვიქნებით, ბევრ ადამიანს გავაბედნიერებთ. მადლობა შენზე. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე თან ეს ყველაფერი. არა, რა თქმა უნდა. საჭირო გჭირდება რა ადამიანებს რო ქუჩაში უყურებ ხოლმე ერთი ელემენტარული გაღიმებაც ჩემი მხრიდან უცნაურობას იწვევს. კაი, ვინც მცნობს მომყვება, მაგრამ უცხო ადამიანს რო ჩაული და განწყობა მინდა რომ გადავდო მრუმი. ეს ღიმე და უკვირს რა გაოცებული რატო გამიღიმა, რამე მჭირს რაღაც იხედება. ანუ იმდენად ცოტა გვაქვს ეს ჰორმონია თუ რაც არის ეს გრძნობა ძალიან დეფიციტი. ეს იყო არხი ვებერთელა. არა, ეს არის პოდკასტი უკუკავშირი. ეს არის პოდკასტი უკუკავშირი, ფიდბექი და მადლობა რომ გვიყურეთ, მადლობა შენზოს, ემშვიდობებით.